მეგიოცნებიათ მოხვედრილიყავით ისეთ ადგილზე, სადაც ბუნება, სიმშვიდე და ტრადიციები ერთ სამყაროს ქმნის, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლეჩხუმში. საქართველოში 4-ვე სეზონი რომ საოცარია, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ხოდა მეც გადავწყვიტე მენახა თუ როგორი ზამთარია ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კუთხე ლეჩხუმში. ჩემი თავგადასავალი კი შაორის გაყინული ტბის მონახულებით დაიწყო. გზად საოცარი ხედები და ზამთრის პეიზაჟები იშლებოდა. ლეჩხუმამდე მისასვლელი გზა უკვე თავისთავად პატარა თავგადასავალია. ეს არის ადგილი, სადაც ყოველ მოსახვევში ახალი საოცრება გელოდება. ჩემი პირველი დანიშნულების ადგილი ლაილაშია. გზად ულამაზესი სოფლების გავლა მოგვიწია. ადგილობრივი მაცხოვრებლები კი ძალიან თბილი და კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ ჩვენს მიმართ. რამდენიმე სიუჟეტური კადრის გადაღებაც მოვახერხე და აი ასეთია ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე მთაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ფილმის კადრს გავს. ლეჩხუმის თოვლით დაფარულ მთებში ვუახლოვდებით ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ ადგილს, სოფელ ლაილაშს. ლაილაში ის სოფელია, რომელიც ერთხელ რომ მოინახულო, სამუდამოდ დაგამახსოვრდება. თავისი სიწყნარით, სუფთა ჰაერით და საოცარი ისტორიით. გზად ადგილობრივ მაცხოვრებლებს გავესაუბრე და მომიყვნენ საინტერესო ამბები ამ სოფლის შესახებ. იმყოფებით ისტორიულ ადგილზე. ესაა ლეჩხუმის ცენტრი, სამაზრო ცენტრი იყო აქ. ხო იყო გუბერნია, ქუთაი-იმერეთის გუბერნია და გუბერნია შედიოდა მაზრები და ეს იყო მაზრის ცენტრი. აქ შედიოდა ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, თავისთავად და რაჭა. ამ სოფელში არის სამი ერის ეკლესია: ებრითული, სომხური და ქრისტიანული. ლაილაში იყო აქ ციხეები, ლაშხის ციხე იყო, დიდი ციხე ლეჩხუმში ხელა ციხე არ იყო და ის კომუნისტების დროს დაინგრიეს, კომუნისტებმა დაანგრიეს. პირველი ხელნაწერი, ივრითული ხელნაწერი, ესე იგი ბიბლია. მათი ხო ყველაზე ძველი არის ლაილაშის ბიბლიას წოდებული კორნელი კეკელიძის ენათმეცნიერებათა მუზეუმში დვია დღეს თბილისში და ცნობილია ლაილაშის ბიბლიის სახით. აქ იმოგზაურა აკაკი წერეთელმა. და პირველი კადრი პირველი მოძრავი კადრი ფილმის გადაღების ლაილაშ გედე იყო, ამაშუკელმა გედე იყო აქ პირველი კადრი, მოძრავი კადრი. მე ბებია ილიკო და ელარიონი ლაილაშაა გადაღებული. 48 წუთი ფილმისი ლაილაშაა, რაც არ არის ლაილაშის გოუფუჩტად მონტაჟის დროს. აქანი ახლა დღესდღეობით 70 ოჯახი ვართ. მაგრამ ზაფხულობით იღება, 80 გვარია ამ პატარა სოფელში. სომხური, ებრაელური და ქართული. დადიანების სამფლობელოში ხო იყო ლეჩხუმი. გვაქვს მიურატის ყოფილი სასახლე, მიურატის ნაცხოვრებელი სახლი, საზაფხულო რეზიდენცია. ძალიან ცნობილი სოფელია ეს. ლეჩხუმის ფერდობებში ტყეებითა და მთებით გარშემორტყმული ერთი საოცარი ადგილი იმალება. ლაილაშის ოქრონიშის აუზი. ხოდა მეც აქ მოგიყვანეთ. ვფიქრობ, უმრავლესობა იცნობთ კიდეც ამ ადგილს. ეს არ არის უბრალოდ წყალსატევი. აქ ზაფხულში კრისტალურად სუფთა წყალია, რომელიც მთების სილამაზეს ირეკლავს და აუზიდან საოცარი ხედები იშლება. სამწუხაროდ ახლა წყალი დამშრალი დამხვდა, თუმცა გაზაფხულზე ის კვლავ დაიბრუნებს თავის სიცოცხლეს და მეც აუცილებლად ვეწვევი ისევ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რაც უფრო ზემოთ ავდივართ, მით უფრო კარგად გვესმის ბუნების ხმის. ხოდა წავედით.
ლეჩხუმის მთებში, სადაც ისტორია და ბუნება ერთდროულად ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი იმალება. თაბორის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ციხე-ეკლესია. ეს არ არის უბრალოდ ეკლესია. ეს ციხე-სიმაგრეცაა. საუკუნეების წინ აქ ადამიანები არამხოლოდ სალოცავად, არამედ თავდაცვის მიზნითაც მოდიოდნენ. არქიტექტურიდანაც ჩანს მისი მნიშვნელობა: მაღალი კედლები, მტკიცეგალავანი და ორნამენტები, რომლებიც ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების სიმდიდრეს გვიჩვენებს. შიგნით სიწყნარეა. თითქოს საუკუნეების ძველი ამბები ამ კედლებშია გამომწყვდეული. გადმოცემის მიხედვით, აქ ომიანობის დროს საეკლესიო სიწმინდეებს მალავდნენ. ამ ადგილს არამხოლოდ რწმენის, არამედ დაცვის მნიშვნელობაც ჰქონდა. დღეს ეს კომპლექსი სიძველისა და სიმტკიცის ნიმუშია. აქ მოსვლა უბრალოდ მოგზაურობა არ არის. ეს არის გზა ისტორიაში. სანამ გზას გავაგრძელებდე, ბარემ გითხავთ, რომელიმე აქაური ლეგენდა ხომ არ გსმენიათ, დამიწერეთ კომენტარებში. მე კიდევ გზად აუცილებლად მოგიყვებით რამდენიმეს. ლეჩხუმი ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ულამაზესი კუთხეა საქართველოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბევრ საინტერესო ლეგენდას ჩაეყარა საფუძველი. ამ რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წყლის კულტს, რადგან ხალხი მას ცოცხალ, ძლიერ და ზოგჯერ საშიშ ძალად მიიჩნევდა. ამბობენ, რომ ლაჯანურის ხეობაში წყლის სულები ბინადრობდნენ. ხალხი ამ ადგილას თევზაობას და წყლის პირას დიდხანს დარჩენას ერიდებოდა, რადგან სწამდათ, რომ მდინარე საღამოობით ცოცხლდებოდა და მასში ბოროტის სულები ჩნდებოდნენ. ლეჩხუმის თქმულებებში ხვდებით წყლის სულებს, გველეშაპის, წმინდა გიორგისა და გმირი მონადირეების ურთიერთდამოკიდებულებას. გადმოცემის თანახმად, ხვამლის მთის კლდეში გველეშაპი ბინადრობდა, რომელიც სოფელს წყალს არ აძლევდა. ლეგენდის მიხედვით, ძმებმა მონადირეებმა გველეშაპი დაამარცხეს. ახლა ჩვენ მოვედით ლეჩხუმის ერთ-ერთ საუკეთესო სოფელში, მექვენაში, საიდანაც ხვამლის მთა ყველაზე კარგად და ყველაზე ახლოს ჩანს. მისი გადაღება გვინდა და ვცდილობთ, თუმცა სამწუხაროდ ნისლშია დაფარული. ხვამლი ბატონო, იქ გამოქვაბულია. რაღაცა ითქმის ასე, რომ დასავლეთ საქართველო. რომ დაიმშესო, ხვამმა არჩინოსო, რა არის, შითქასმა არის. ძებაზე ხო დადიოდა, ლეფსველზე იყო და იქ ვერ შევიდა შიგნით. ვერ შევიდა, გამოქვაბულია ასე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლეგენდა გვიამბობს, რომ ხვამლის კლდის სიღრმეში მეფეების უძველესი განძი და ხელნაწერები ინახება. საინტერესოა, თქვენ თუ გჯერათ ამ ლეგენდების. ამჯერად კი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უცხო და ულამაზეს ადგილას მოგიყვანეთ. ეს არის საირმის სვეტები. საირმის სვეტები, რომლებიც ლეჩხუმში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, უნიკალური ბუნებრივი ფენომენია. ეს სვეტები საუკუნეების განმავლობაში ქარის, წყლის და ეროზიის გავლენით ჩამოყალიბდა. აქაურობა საოცრად მშვიდია, ზაფხულში მხოლოდ ქარის და ჩიტების ხმას თუ გაიგებთ, ზამთარში კი აი ეს ხმაც ემატება. როგორც ყოველთვის, ასეთი მისტიკური ადგილები ხალხურ ლეგენდებს წარმოშობს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს სვეტები იმ გმირებისგან გაჩნდა, რომლებიც ოდესღაც ამ მიწის დასაცავად ბრძოლაში დაეცნენ. მათი სული აქ მარადიულად დარჩა, რათა ყოველ მგზავრს უჩვენოს გზა და უსაფრთხოდ დააბრუნოს შინ. დღემდე ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ აქ ჩუმად იდგები, ქარში მათ ხმასაც კი გაიგონებ.
თუ გიყვართ თავგადასავლები და ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენა, მაშინ ეს ჩანჩქერი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს არის ღვირიშის ჩანჩქერი. თბილისიდან დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ აქ მოსასვლელად. ტყიბულიდან კი სულ რაღაც 30 წუთში აქ გაჩნდებით. ღვირიშის ჩანჩქერი 25 მეტრის სიმაღლისაა და მისი წყალი ძალიან ცივია, რადგან პირდაპირ მთებიდან მოდის. ზაფხულში აქაურობა იდეალურია გასაგრილებლად, ზამთარში კი თავადაც ხედავთ რა სილამაზეა. ჩანჩქერს გვერდით აი ასეთი კლდეში გაჭრილი სამანქანო გზა მიუყვება, ახლა კი წავედით შუშის ხიდზე უნდა გადავიდეთ და ჩანჩქერს ზემოდან დავხედოთ. ღვირიშის ჩანჩქერი და შუშის ხიდი ერთად ქმნის დაუვიწყარ სანახაობას. ახლა კი თოვლითაა დაფარული და არ ჩანს, თუმცა ეს ყველაფერი არ უკარგავს ეფექტს შთაბეჭდილებებს. საოცრად ემოციური და შთამბეჭდავი შეგრძნება ამ ხიდზე დგომა. აბა, რამდენს არ გაქვთ სიმაღლის შიში? დადგებოდით ჩანჩქერის თავზე? აქაურობა დროში მოგზაურობას გავს. თითქოს ჰაერში მთების ძალა იგრძნობა და დრო გაჩერებულია, მაგრამ ჩვენ დროს ნამდვილად არ ვაჩერებთ და ვაგრძელებთ ლეჩხუმის აღმოჩენებს. სანდურის სახლში ხოლმე ვიდივარ, სწორად. ახლა ჩვენ მოვედით სოფელ ღვირიში, ზანდურის სახლში და თუ რით არის ეს სახლი გამორჩეული, ამას უკვე თავად მასპინძელი მოგუყვება. წავედით. ლეჩხუმის სამზარეულო ძალიან სპეციფიკურია. ლეჩხუმი ტერიტორიულად მთიანი მხარია და აქ ისეთი პროდუქტის სიუხვე არ არის, როგორც მაგალითად სხვა მხარეშია, ინთაგორიანი მხარია, თქვათ მეცხოველეობის ფართოდ გავრცელების საშუალება არ იყო, თქვათ არც მემარცვლეობის აი სამეწარმოოდ განვითარება, რომელიც დიდ დოვლად შექმნიდა, აქ არ იყო ამის საშუალება და დღეს ვფიქრობდი, მაგალითად ფიორი არის ძალიან მცირე, მინანია, ესეც ძალიან პატარას აღნიშნავს, ერცახე. აი ესაც და ასე ვფიქრობდი, ხო? აი ამ სიტყვების მნიშვნელობა ალბათ ჩვენი მძიმეყოფა ცხოვრებიდან გამომდინარე არის და ეს კერძებიც კიდე, რომელსაც ლეჩხუმლები მოიხმარდნენ, უნდა ყოფილიყო ეკონომიურიც და მაღალკალორიული და საზრდოობის მიხედვით საჭირო და გამოსადეგი და აქ განსაკუთრებით როცა აი ამ პურებს ვაცხობთ ახლა სართიანებს აი გულსართი რომელსაც აქვს აქ არის ის ჩვენი ყოფა-ცხოვრების დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ლეჩხუმში განსაკუთრებულად პოპულარობით სარგებლობს აი ნიგვზიანი პურები, თხილეული რო ვთქვათ ასე. კვახის კაკლის, იგივე გოგრის მარცვლებისგან დამზადებული კერძები, ლობიო, ყველი თავისთავად აი ეს ამარანტი, ფხალეული, გულსართად ფხალეულის გამოყენება, ეს ამარანტი არის, იგივე ჯიჯილაყა, ჩვენთან ჯიჯილაყას ვეძახით. აი ეს ნიგვზიანი პურები ლეჩხუმის სავიზიტო კერძია რო ვთქვათ ასე. აი ეს არის კიდე ქათმის ხორცის კერძი, რომელიც გულსართად უნდა გამოვიყენოთ და მე ამას დავარქვი ფიორი. აი წეღან რო გითხარით პატარა რაღაცას რო პატარა რაღაცით რო შექმნი მნიშვნელოვანს და აი პატარა ხორცით გემრიელი და დასანაყრებელი კერძი მინდა რომ მივიღოთ. ზანდური ლეჩხუმის სავიზიტო ბარათია, მსოფლიოში არის 20 სახეობის ხორბალი, აქედან 15 საქართველოში მოყავთ, 5 ქართული ენდემია და ამ 5-დან 2 მახა და ზანდური მეცნიერების მიერ აღიარებულია, ოფიციალურად ამბობენ ისინი თუ არაოფიციალურადაც, რომ ზანდური ლეჩხუმის ენდემური სახეობაა და ასევე მახა. როცა დაიწყეს წინა საუკუნის 20-იან წლებში ამ ხორბლების შესწავლა, მხოლოდ აქ ნახეს მასიური ნათესები და ამიტომ მიაკუთვნეს ლეჩხუმს, თორემ ზოგადად მთიანი კოლხეთისთვის დამახასიათებელი ხორბლებია. პური არის გემრიელი, დიდხანს ინახება და თვითონ გენეტიკურად არის ძლიერი ხორბალი.
გერმანელი მეცნიერები ამბობენ, რომ სოფლიო ხორბლის 70% ზანდურის გენზე დგასო და ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ზანდური სოფლიო ხორბლების კულტურული დედაო. აქედან გამომდინარე ჩვენ რო ვთქვათ ასე საამაყოდ გვაქვს საქმე რომ ეს ზანდური ჩვენს მიწაზე მოდიოდა მართალი ახლა მასიურად აღარ მოდის თორე დავიწყეთ აი ამ ხორბლების აღდგენა პოპულარიზაცია და ჩვენ ვფიქრობთ რომ უახლოეს მომავალში ზანდურის პური გამოვაცხოთ და აი ეს ჩემი ოცნება და ჩემი ძირითადი ცხოვრების მიზანია რომ როგორმე აი ამ საქმეს თავი მოვაბა და ბოლომდე მივიყვანო. ახლა კი დროა მთავარ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ გამოცხობა. ამას მე შევჭამარა უშავს. თუ არ გამოვიდა. ყველაზე საინტერესო მომენტი დაგემოვნების დრო დადგა. ლეჩხუმურლობიოს ვეძახით გაქნილობიოს მიგზით რომელიც არის ნიორთან და ხმერსუნელებთან ერთად თანაყილი პლუს ამას ქინძი უცხოსუნელი და პილპილი ეს არის ბებოს მარილს ვეძახით აგერ ხათუნა გურჭუმალიძეა ჩემი კოლეგა და მეზობელი რომელიც აკეთებს საოცარ გემრიელ მარილს Usamas ხახვი ამოლესი ლობიოს ასე ასე როგორი ყვავლის სუნი დგას სულ სხვა ჰავა და გარემო. აი საოცარი სიღუნღული სუნია.
ცაგერით ჩემი ლეჩხუმური მოგზაურობის ბოლო გაჩერებაა. ადგილი, სადაც საუკუნოვანი კოშკები, მდინარე რიონი და თოვლით დაფარული მთები ერთმანეთს ერწყმის. იგი ლეჩხუმის გული და უძველესი ქალაქია. საუკუნოვანი ისტორიითა და საოცარი ბუნებით. ცაგერი მხოლოდ ულამაზესი ხედები და ისტორიული კოშკები არ არის. აქ ყოველი ქვა, ყოველი ბილიკი და ყოველი მონასტერიც კი უძველეს ამბებს ინახავს. მაგრამ ყველაზე კარგად ამ ისტორიებს ადამიანები ყვებიან. ისინი, ვინც ამ მიწაზე დაიბადნენ და ცხოვრება მის დაცვასა და კვლევას მიუძღვნეს. ერთ-ერთი მათგანი ბატონი დავით კოპალიანია, 95 წლის მეცნიერი, ლეჩხუმის საპატიო მოქალაქე, ცაგერის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი. ადამიანი, რომელიც ლეჩხუმის წარსულს არა მხოლოდ წიგნებში, არამედ საკუთარ მეხსიერებაშიც ინახავს. დღეს სწორედ მას ვესტუმრე და თავად მოგვიყვება ლეჩხუმსა და მის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მურის ციხეების შესახებ. ამ პატარა ტერიტორიაზე, ლეჩხუმის ტერიტორიაზე 50-მდე ციხეა. ციხე და ციხე კოშკი. ეს განაპირობა იმას, რომ ლეჩხუმის ტერიტორიაზე გადიოდა განსაკუთრებით ანტიკურ პერიოდში იყო აქტიური საერთაშორისო საქარავნო გზა ფაზისიდან ვიდრე მამისონამდე. ამ გზის დამცველი იყო ეს ციხეები უმეტესად. მურის ციხე მე-18 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში ოსმალები შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, ლეჩხუმის დაიპყრეს. ჩვენი მეციხოვნეები, ესე იგი ლეჩხუმის მეციხოვნეები იყვნენ თავშეფარებული და იქედან, რა თქმა უნდა, უტევდნენ ამ ოსმალებს. გადმოცემით ეს ახლა, რა თქმა უნდა, ლეგენდაა თუ სინამდვილეა, დაერქვა იქედან მური მას და ვერსიებია სხვაც, მაგრამ ყველა ვერსიას ჯობნის ეს. იქ მაღლა ციხის მიდამოებში იყო საკირე. და იყო ბრომად უკვე დამწვარი კირი. მოიფიქრე ერთმა, გადმოუშვეს კირი და ჩაიწყდეს ბოლი მურის ვიწროვში, ეს საშინად წოვს თვალებს. ამ შემთხვევაში შეუტიეს თან ჩვენმა მებრძოლებმა და გარეკეს ამით ტერი და ახლა მარტო ბოჭკი არ გაურეკია ის. ამან ხელი შეუწყოთ ამ ბოლმა როგორ ჩანს და იძახდნენ, რომ გარბოდნენ ესე მური ბოლი იგივე თათრულად მურ და დაერქვა მური. ახლა ლეგენდა ასია, რომ როცა გვესტუმრო ირაკლი აბაშიძემ წერათა გამგეობის თავმჯდომარე იყო, თან წერილების მეთაური იყო და აუხსნეს ახლა ეს ციხები რომ დაინტერესა, აი ეს არის პირველი ციხე და მტერი რომ გადმოვიდოდა ვორბელის წვერზე, აი ეს ციხე ხვდებოდა პირველად. შემდეგ აგერ დედაციხი არის როცა ცენტრში. შემდეგ ბოლოს ეს კოშკი, ბოლო ციხე ბოლოს იყო მტერი რო გადადა და ბოლოს ეს ამ ნიჭიერმა პოეტმა მოარგო ხელად ლექს, რა თქმა უნდა, მაგრად დახვდი, არ გავშვა და მაგას. და ეს სახელიც შემოსჩა და ამას ეძახიან და ამას ვეძახით ხშირად. მაგრად დახვდი, არ გავშვა და კამაგას. ჩემი ოჯახი ჩემი მშობლიური კუთხე ლეჩხუმი და დედასამშობლო საქართველო ჩემი საფიცარი სიწმინდეებია. მე რაც შევზელი, მთელი სიყვარული ვაკეთე ამ ტრიადისათვის, რაც საკურთხეველთან მიტანილი მცირედი შესაძლებელია.